რომელი სონიკის მოტოციკლეტია ყველაზე სწრაფი? ყველა სონიკის მოტოციკლეტით გავმართავთ რბოლას, რომ ნახოთ, რომელი ყველაზე სწრაფია. იქნება მოტო სუპერ სონიკი, მოტო სონიკი პუნქტი 6-ე, მოტო დარკ სონიკი, მოტო ფაიერ სონიკი, მოტო ჰიპერ სონიკი და კიდევ ბევრი სხვა. ასევე საიდუმლო მოტოციკლეტებიც. ვინ იქნება ყველაზე სწრაფი? წავედით! კარგი, ყველას მოგესალმებით ერთ-ერთ ყველაზე მოსალოდნელ რბოლაზე. რადგან დღეს ნახავთ სონიკის სხვადასხვა ფორმის მოტოციკლებიდან, რომელი იქნება ყველაზე სწრაფი? რა თქმა უნდა, ორი საიდუმლო მოტოციკლით და იმ უზარმაზარი მილების ტრასით, რომელიც მათ მხოლოდ 30 წამში უნდა გადალახონ. ვინც ყველაზე შორს მივა, ის გაიმარჯვებს. და რა თქმა უნდა, თუ რომელიმე შეძლებს მოტოციკლით მთელი ტრასის გავლას, ისიც გაიმარჯვებს. მეგობრებო, მზად ვართ ყველა, რადგან ეს იწყება Baby Sonic-ით და მისი პატარა მოტოციკლით. რა საყვარელია, აი ზის თავის მოტოციკლზე, რომელსაც ძლივს ვდება. და ის სტარტს აიღებს 3, 2, 1-ზე, წინ Baby Sonic. გმერთო ჩემო, ცოტა უჭირს წინ წასვლა. მაგრამ როგორც ჩანს, ბოლოს დაძრა და წინ დაიწყო სვა. ცოტა უჭირს და როგორც ხედავთ, არც ისე კარგად მართავს თავის მოტოციკლს, თუმცა ყველაფერს გააკეთებს. და ჩვენ აქ ვიქნებით უყურეთ როგორ გამოსდის, რადგან კარგად არ გამოიყურება საქმე. ფრთხილად ნახტომია. დაუჯერებელი ნახტომი და ის წინ მიიწევს მთელ ყვითელ მილის დონეზე, რომელიც პირველია. სიმართლე რომ თქვათ, არც ისე ცუდად გამოსდის. ნახე, ის ბავშვია და საკმარისია რომ საერთოდ იცის მოტოციკლის მართვა, თუნდაც ასეთი პატარა იყოს. ასე რომ წინ Baby Sonic, გააგრძელე სვა, ეხლა უკვე დიდი სიჩქარე აიღე. დაიჩქარე, რადგან გახსოვდეს, დრო მხოლოდ 30 წამია. და უკვე ბევრი აღარ დარჩა. ეს ცოტა აღმარცხავს, მაგრამ მისი მოტოციკლი საკმარისად ძლიერია, რომ ეს აღმართი გადალახოს. მე ვფიქრობ, რომ არა, რადგან ნელ-ნელა ძალას კარგავს. და არა მხოლოდ ეს, არამედ მისი დროც იწურება. 3, 2, 1, დრო! ასე რომ პირველ ადგილზე ყავს Baby Sonic-ი თავისი პატარა სუპერ მოტოციკლით, რადგან ის ერთადერთია, ვინც ამ ეტაპზე იასპარეზა. და ეს მოგვიყვანს შემდეგ მოტოციკლამდე, რომელიც ეკუთვნის უშნო Sonic-ს. და რა თქმა უნდა, მისი მოტოციკლიც ძალიან უშნოა. აბა უშნო Sonic-ო, აჩვენე რომ მიუხედავად იმისა, რომ უშნოდ გამოიყურები, შენი მოტოციკლი სწრაფია. 3, 2, 1 დაიწყებს რბოლას მთელი ძალით. კარგი. ეს მოტოციკლი ბევრად უკეთესია ვიდრე ის, რომელიც ახლახას ნახეთ Baby Sonic-თან. სინამდვილეში ჩანს, რომ სწრაფადაც კი მიდის. ნამდვილი სიგიჟეა, ძალიან ფრთხილად იკავით უშნო Sonic-თან, რადგან ჩანს, რომ მართლა იცის მოტოციკლის მართვა. კარგი ნახტომია და ფრთხილად იკავით, რადგან აპირებს Baby Sonic-ის გასწრებას. და მგონია, რომ რეალური შანსები აქვს. სადოს შორს მისვლა რბოლაში. აი ნახტომი, ვაუ! ძალიან მაგარი ნახტომია და დაშვებაც ასევე. რა საოცრება, უშნო Sonic-ი ამას საოცრად აკეთებს. შეიძლება უშნო იყოს და მისი მოტოციკლიც უშნოა, მაგრამ ის მაინც ძალიან სწრაფია. ეხლა მთელ აღმართს იღებს, მთელ მოსახვევს, ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად წავიდეს, მაგრამ უნდა დააჩქაროს. ვერ ხვდება, რომ მისი დრო მთავრდება. 3, 2, 1, დრო! აი ჩვენ ყავს უშნო Sonic-ი თავის მოტოციკლთან ერთად, რომელიც პირველ ადგილზე გავიდა. რა საოცრება! თუმცა მხოლოდ 2 მონაწილეობდა და მეორე მოწინააღმდეგე ბავშვი იყო. მაგრამ ამას არავინ უნდა იცოდეს, რადგან ეხლა Sonic-ის ჯერია, ორიგინალი თავისი მაგარი მოტოციკლით. მოდით ვნახოთ, რა შეძლებს Sonic-ის მოტოციკლი. 3, 2, 1 დაიწყებს მთელი ძალით. კარგი, ჯერჯერობით Sonic სუდად არ მისდის. თავისი მოტოციკლით კარგ სიჩქარეს ავითარებს და აშკარად უფრო სწრაფია, ვიდრე იმ უშნო Sonic-ის მოტოციკლი. აგზელებს ტრიალს პირველ დონეზე, რომელიც ყვითელი წრის დონეა და საკმაოდ კარგად გამოსდის. რა სიჩქარეა! უკვე აპირებს თავისი ახალგაზრდა ვერსია გადაასწროს Baby Sonic-ს. ხდება რემპიდან და აჩქარებლებთან ერთად მიდის. ფრთხილად, როგორც ჩანს, აქ ყველაფერს დებს. მოდით ვნახოთ მისი დაშვება, საკმაოდ კარგად გამოსდის. იღებს მეორე ტურბოს და საოცარ ნახტომს აკეთებს. ლურჯი მილი. ეხლა ამ მომენტს აჩქარებისთვის იყენებს. საკმაოდ სწრაფად მიდის. აშკარად ჩანს, რომ Sonic-ის მოტოციკლი საკმაოდ კარგია. აგზელებს მოძრაობას მთელ ლურჯ მილზე. იღებს სიჩქარის ტურბოს და უსწრებს უშნო Sonic-ს. მოტოციკლს უკვე მაქსიმუმზე აწვება. მთელ ძალას დებს, მაგრამ უნდა იჩქაროს, რადგან მისი დრო იწურება. და Sonic-ის დრო 3-ში, 2-ში, 1-ში იწურება. დრო! აი Sonic-ია, რომელიც აშკარად პირველ ადგილზე დგება და თავის სხვა ვერსიებს უკანტოვებს.
და ფრთხილად, ეხლა პირდაპირ Sonic X-ესა და მის მოტოციკლზე გადავდივართ. რა საშიშია. მოდით ვნახოთ, რისი გაკეთება შეუძლია ყველა საყვარელ კრიპიპასტას. ის ემზადება 3, 2, 1 და მთელი ძალით მიდის, ღმერთო ჩემო. ეს Sonic X-ეს მოტოციკლეტი საკმაოდ სწრაფია. ძალიან ფრთხილად, რადგან ის წარმოუდგენელი სიჩქარით მიდის. უბრალოდ შეხედეთ ამას, ის ყველა თავის მტერს უკან ტოვებს. იღებს სიჩქარის ტურბოს და საოცარ ნახტომს აკეთებს. მოდით ვნახოთ, როგორ დაეშვება, საკმაოდ კარგად გამოსდის. კიდევ ერთი კარგი ნახტომი და მთელი ძალით მიდის. მერტო ჩემო, მოტოციკლი ხდება და მიდის ძალიან სწრაფად. Sonic X-ეს ძალიან მაღალი დონის მოტოციკლი აქვს. ის ახლა უშნოს Sonic-საც გაასწრებს. საოცარია მოტოციკლის დონე, რა სიჩქარე აქვს. ეხლა Sonic-საც გაასწრებს. აი უკვე გავიდა წინ, ტოვებს უკან და სიჩქარის გაუმჯობესებებს იხენებს. მთელი ძალით მიიჩქარის, რაც შეიძლება სწრაფად, იმიტომ რომ ბევრი დრო აღარ დარჩა. აი Sonic X-ე, რომის დროც იცურება, 3, 2, 1 დრო. ასე რომ აქ არის ყველა საყვარელი კრიპიპასტა, Sonic X-ე, რომელიც ყველაზე სწრაფია და პირველ ადგილზეა. და ბოროტის სიბნელიდან გადავდივართ კარგ სიბნელეზე, Dark Sonic-თან და მის მაგარ ბნელ მოტოციკლეტთან ერთად. წინ Dark Sonic-ო, ყველა საჩვენე შენი ბნელი მოტოციკლეტის დონე. 3, 2, 1 და იწყებს მთელი ძალით. აი ისიც. და ღმერთო ჩემო, ეს მოტოციკლეტი საკმაოდ სწრაფია, რა სიგიჟეა. ძალიან ფრთხილად იყავით, რას შეძლებს Dark Sonic-ი. ასეთი სიჩქარე აქამდე არ მინახავს, ღმერთო ჩემო, უზარმაზარი ნახტომი და იღებს სიჩქარის ტურბოს. Dark Sonic-ი მთელი ძალით მიდის, რა ნამდვილი სიგიჟეა, უზარმაზარი დაშვება. და უზარმაზარი ნახტომი, რომელსაც აკეთებს ჯერ კიდევ რამპამდე მისვლამდე. მისი მოტოციკლი იმდენად სწრაფად მიდის, რომ მთელ ტრასაზე პატარა ნახტომებს აკეთებს. რა ნამდვილი სიგიჟეა, მას ზედმეტად დიდი სიჩქარე აქვს. და ვაუ! მან გვერდით ჩაუარა, ეს მართვის ძალიან მაღალი დონეა. აი აქაც ხედავთ, როგორ მიდის მთელი სისწრაფით. კიდევ ერთი პატარა ნახტომი. ასე უსწრებს Sonic-ს და იწყებს მთელი ძალით აჩქარებას. ღმერთო ჩემო, ეს არასდროს გვინახავს. Dark Sonic-ი გადის მეტოქეებს და მაქსიმალურად ჩქარობს, რადგან ბევრი დრო აღარ დარჩა. აი მისი დრო იწურება 3, 2, 1 დრო Dark Sonic-ისთვის. აი ჩვენ გვაქვს Sonic-ის ბნელი ტრანსფორმაცია, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა და ამ მომენტისთვის ის ყველაზე სწრაფია ყველას შორის. და მეგობრებო, მგონი უკვე დროა გავამხილოთ, ვინ არიან საიდუმლო პერსონაჟები, ხომ ასეა? მაშინ ყველა მოემზადოს. რადგან სწრაფი მოქმედებაა საჭირო, გაქვს მხოლოდ 20 წამი. რომ დაალაიქო ვიდეო, გამოიწერო არხი. და ჩართო ზარი, რომ გახსნა ყველა საიდუმლო მოტოციკლი. ასევე თუ კომენტარებში დაწერ სიტყვას Moto Sonic-ი, შეგიძლია მიიღო ის მოტოციკლი, რომელიც გინდა. ასე რომ მე შენს ადგილას ვიჩქარებდი. დრო გვეწურება. არა, კარგი. მგონი მეგობრებო, საკმაოდ კარგად მოიქეცით. ასე რომ დადგა დრო. პირველი საიდუმლო პერსონაჟი. Sonic-ის პირველი საიდუმლო მოტოციკლია, ღმერთო ჩემო, მილიონერის Sonic-ის მოტოციკლი. რა ნამდვილი სიგიჟეა. ეს ყველაზე მდიდრული მოტოციკლია, რაც კიდევ მე მინახავს. და ბოლო საიდუმლო პერსონაჟი. ბოლო საიდუმლო მოტოციკლი. ის ვიდეოს ბოლოს გაიხსნება, ასე რომ არ წახვიდეთ. რადგან ახლა დადგა ცეცხლოვანი Sonic-ის დრო, თავისი ცეცხლოვანი მოტოციკლით. აი ის არის, ცეცხლის ძალა, მხოლოდ ერთ მოტოციკლში. მზად არის გასასვლელად. 3, 2, 1 დრო. აი მიდის ცეცხლოვანი Sonic-ი. სიმართლე რა ვთქვათ, ეს ცეცხლოვანი მოტოციკლი უბრალოდ საოცარია. ძალიან კარგად მართავს მას და ძალიან სწრაფია. მის უკან ცეცხლის რგოლია. ნამდვილი სიგიჟეა, სიმართლე რა ვთქვათ. აგრძელებს მოძრაობას, მთელ ძალას დებს და ამ ეტაპზე უსწრებს ბებე Sonic-ს. დიახ, ეხლა აგრძელებს მოძრაობას სიჩქარის გაუმჯობესებებით. და აი მივიღეთ, კარგი ნახტომია. ის იყენებს თავის ცეცხლის ძალას, რათა იდეალურად იფრინოს. და საოცრად ეშვება მიწაზე, რა საოცრება! ის პირდაპირ ცისფერ მილში შედის, ვნახოთ ეხლა რას შეძლებს, რადგან აგრძელებს მოძრაობას, აგრძელებს აჩქარებას, ყველაფერს დებს რაც შეუძლია. და ჩანს რომ შეძლებს უშნო Sonic-ის გასწრებას, მაგრამ უნდა გაარძელოს სიჩქარის აკრეფა. თუ არა, ბევრად ვეგან წავა წინ. Fire Sonic-მა უნდა დააჩქაროს, რადგან მისი დრო იწურება და ის ტოპში არ არის. და Fire Sonic-ის დრო დასრულდება. 3, 2 სიჩქარის გამაძლიერებელს იდებს. 1 და დრო.
აი აქ გყავს Fire Sonic-ი, თავისი საოცარი ცეცხლოვანი მოტოციკლით, მესამე ადგილზე, ცუდი არა? და ცეცხლიდან გადავდივართ მის ანალოგზე, მის მთავარ მტერზე, ყინული, აი Sonic-ის მოტოციკლი. მოდით ნახოთ, რა შეძლებს ეს ყინულის მოტოციკლი. 3, 2, 1, დაიწყებს სრული ძალით. ეს ყინულის მოტოციკლი საოცარია, ალბათ უფრო მარტივად სრიალებს მიწაზე და მას უკან ყინულის რგოლიც აქვს. დარწმუნებული ვარ, ეს საკმაოდ დიდ ძალას აძლევს, ამიტომაც აგზელებს აჩქარებას. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ყველაზე სწრაფებს შორის იყოს. და განსაკუთრებით თუ შეძლებს თავისი მთავარი მტრის Fire Sonic-ის მოტოციკლის გადასწრებას. საოცარი ნახტომი. აი ისიც. ეხლა სიჩქარის გამაძლიერებლებს მთელი ძალით ირებს. კარგად დაფრინავს და რა თქმა უნდა, შესანიშნავად ეშვება. აი ისე ხდება. ვაუ. და იწყებს აჩქარებას მთელ ლურჯ მილზე. სიმართლე რო თქვა, ძალიან კარგად გამოსდის. საკმაოდ სწრაფად მიდის და აქვს შანსი რომ ცეცხლის მოტოციკლს გადაასწროს. სიჩქარის გამაძლიერებელს იღებს და უკან ტოვებს უშნო Sonic-ს. ფრთხილად, რადგან ეს გვერდიდან მოდის. რა გიჟობა? და ეხლა რაც შეიძლება სწრაფად მიიჩქარის. რადგან ბევრი დრო აღარ დარჩა, ასე რომ წავედით. Sonic, იჩქარე, შენი დრო იწურება. 3. სიჩქარის გამაძლიერებელს იღებს. 2, 1, დრო. ასე რომ, ღმერთო ჩემო, დედა ჩემო, პრეგვაქვს, ცეცხლის Sonic-სა და Ice Sonic-ს ერთნაირი სიჩქარე აქვთ, თუმცა სხვადასხვა ელემენტით. მესამე ადგილი. და ეხლა კარგად მოემზადეთ. მიდის Super Sonic-ი, სუპერ მოტოციკლით. ეს საოცრად გამოიყურება, ყველა მოემზადეთ. ეხლა გამოვა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოტოციკლი მსოფლიოში. 3, 2, 1 და წავიდა. გამოდის Super Sonic-ი თავისი უზარმაზარი მოტოციკლით, რომელიც ძალიან სწრაფია. რა სიგიჟეა, ეს Super Sonic-ის მოტოციკლია. როგორც ჩანს, კიდევ ერთი ძალა აქვს. ღმერთო ჩემო, რა დიდი ნახტომია. რაც გააკეთა. ეს მოტოციკლი თვითონ მიდის. გაჯერება ძნელია, რა ნახტომი გააკეთა ეხლა. დაეშვა და შემდეგი ნახტომიც საოცარია. წამო. დედა ჩემო, ძალიან სწრაფად მიდის, გაოცებული ვარ. იღებს სიჩქარის გაზრდას და აგრძელებს სუას. წარმოუდგენელი სისწრაფით, კედლებზეც კი მიდის. და მიდის იისფერ ნაწილამდე. წრებს ცეცხლისა და ყინულის მოთამაშეს, იღებს ყველა გაუმჯობესებას, სრიალებს, უსწრებს თავის მეტოქეებს და საბოლოოდ ყველაზე სწრაფია. რა სიგიჟეა? მწვანე-მილების ზონამდე მიდის, ძალიან სწრაფად მიდის. კედლებზეც კი მიდის, აიგებს ამ საოცარ ნახტომს და უნდა იჩქაროს, რადგან მისი დრო დასრულდება. 3, 2, 1, დრო. დედა ჩემო, მეგობრებო, Super Sonic-ის მოტოციკლი სულ სხვა დონეა და ის პირველ ადგილზეა, ძალიან შორს მეორედან. და ფრთხილად, ეხლა გადავდივართ Gogo Sonic-ის მოტოციკლზე. Gogo Sonic-ის მოტოციკლი, ვაუ! ყველანი მზად ვართ, რომ ნახოთ, რას შეძლებს ეს მოტოციკლი. დავიწყოთ. 3, 2, 1 და Gogo Sonic-ი მთელი ძალით იწყებს. მართალია, ეს გოგო ძალიან სწრაფია და ეს მოტოციკლი სულაც არ არის ცუდი. გონია, რომ მას საკმაოდ შორს წასვლის დიდი შანსი აქვს. ამ ეტაპზე თითქმის დაუძლეველი ჩანს. ის ადის რამპაზე და იღებს სიჩქარის ბუსტებს. აი მიდის უზარმაზარი ნახტომით. რა სიგიჟეა? ის იდეალურად ეშვება და აგრძელებს აჩქარებას. იღებს კიდევ ერთ სიჩქარის ბუსტს და დიდი ნახტომით შედის ლურჯ მილში. ეხლა მთელ ლურჯ მილში ძალიან სწრაფად მიდის. რა სიგიჟეა? იდებს კიდევ ერთ სიჩქარის ბუსტს და უსწრებს მახინ Sonic-ს. ეს დაუჯერებელია. აგრძელებს წისლას და უკან ტოვებს თავის მეტოქეებს. თუმცა უნდა იჩქაროს, რადგან ბევრი დრო აღარ დარჩა. უსწრებს ორიგინალ Sonic-ს. იღებს ბოლო სიჩქარის ბუსტებს და ჩქარობს. რადგან ქალი Sonic-ის დრო დასრულდება 3-ში. 2, 1 დრო. ასე რომ ჩვენ გვაქვს ქალი Sonic-ი, რომელიც მესამე ადგილზე დარჩა. მან შეძლო პოდიუმზე მოხვედრა და ეს პირდაპირ მიგვიყვანს, ღმერთო ჩემო. Spider-Man Sonic-ის მოტოციკლი. ეს აქამდე არ ნახული ფორმაა. აი ჩვენ გვყავს Spider-Man Sonic-ი, ყველა საყვარელი სუპერგმირი. მზადაა სარბენად. 3, 2, 1 და დრო წავიდა. Spider-Man Sonic-ი მთელი ძალით იწყებს. და ყურადღება მგონი ეს მოტოციკლი სულ უფრო და უფრო სიჩქარეს იკრებს. მას აქვს Spider-Man-ის მთელი შენწმული Sonic-ის მთელ სისწრაფესთან. ეს 17 ნიშნავს, რომ მას ყველაფერი აქვს, რომ ძალიან შორს წავიდეს. ასე რომ ირებს სიჩქარის ბუსტებს და ახორციელებს დიდ ნახტომს. ვნახოთ დაჯდომა. დიახ, იღებს მეორე ნახტომს და მთელი ძალით მიდის.
დაუჯერებელია, რასაც აკეთებს Spider-Man Sonic-ი. ეხლა მთელი ლურჯი მილის გავლით, დიდი მოტრიალებით, მაღალი სიჩქარით, აგრძელებს წინსვლას და ყველა მეტოქეს უკან ტოვებს. და იყენებს ტურბოს, რომელსაც მისი საოცარი Iron Spider-ის კოსტიუმი აძლევს. მაგრამ რა თქმა უნდა იჩქაროს, რადგან ბევრი დრო აღარ დარჩა. აი სიჩქარის გაუმჯობესებები, რომლებიც ეხმარება, უფრო სწრაფი იყოს და სიმართლე რო ვთქვათ, ნამდვილად სჭირდება ეს. რადგან მისი დრო მოიწურება. 3, 2, 1. დროა Iron Spider-Man Sonic-ისთვის. ამიტომ მეგობრებო, მეორე ადგილზე ყავს Spider-Man Sonic-ი დიდი მოტოციკლით. და ეს გზას უთმობს შინ Sonic-ს, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მხენს თავისი საოცარი მოტოციკლით. აჩვენე ყველას რას აკეთებს ეს მოტოციკლი შინ Sonic-ი. 3, 2, 1 და დრო წავიდა. დედაჩემო, ეს მოტოციკლი აშკარად ძალიან მაღალი დონისაა და მასში მთელი შინ Sonic-ის დემონის ძალა. ჯერჯერობით ძალიან სწრაფად მიდის და მგონია რომ სერიოზული კანდიდატია Super Sonic-ის გადალახვაზე. ამ ეტაპზე საოცარ ნახტომს აკეთებ თითქმის ბიძგის გარეშე. აი ვხედავთ როგორი ძლიერი დაშვება. იღებს ტრამპლინს რომ წინ გააგრძელოს ნახტომით. ღმერთო ჩემო, იწყებს სუპერ სწრაფად სვლას, ეს სიგიჟეა. საოცარი გზით იღებს დაკანების მოსახვერს, ეს დაუჯერებელია. ისტოვებს ყველა თავის მეტოქეს უკან ისეთი სიჩქარით, როგორიც იშვიათად მინახავს ჩემს ხორებაში. უკვე გადაასწრო Sonic-ს, აგრძელებს წინსვლას, უსწრებს ყინულისა და ცეცხლის ძმებს. იღებს რამდენიმე სიჩქარის გაუმჯობესებას, რომ იყოს რაც შეიძლება სწრაფი. ასევე უსწრებს Sonic.exe-ს და Cal Sonic-ს. და ასევე Dark Sonic-საც, მაგრამ უნდა იჩქაროს, რადგან ბევრი დრო აღარ დარჩა. უკვე მეორე ადგილზე გადადის. ის ემუქრება Super Sonic-ის ადგილს, მაგრამ უნდა იჩქაროს, რადგან მისი დრო მალე ამოიწურება. 3, 2, 1, ხტება. და დრო. აი შინ Sonic-ის მოტოციკლეთიც, რომელიც მეორე ადგილზე გადადის და თითქმის უსწრებს Super Sonic-ს. და ეხლა მეგობრებო, რიგი რუბინის Sonic-ზეა, კრისტალის Sonic-ზე თავისი რუბინის მოტოციკლეთით. შეძლებს თუ არა Super Sonic-ისა და შინ Sonic-ის გადასწრებას? მოდით ვნახოთ. 3, 2, 1 და იწყებს მთელი ძალით. ღმერთო ჩემო, რუბინის Sonic-ი წარმოუდგენელი სიჩქარით მიდის. ის ხტება მთელ მილზე. რა საოცრება, ყურადღება, რადგან უსწრებს Baby Sonic-ს, ნახტომს აკეთებს და ახლა კიდევ ერთ ნახტომს აკეთებს. ღმერთო ჩემო, ასეთი რამ არასდროს მინახავს, არაფერია მსგავსი, გარეთ მხარეს მიდის. აზრი არ აქვს, ის გადადის ლურჯი მილის ზემოდან, მაშინ როცა ყველა შიგნით გადიოდა, ეს უბრალოდ დაუჯერებელია. გამოდის და სიჩქარეს უმატებს, ისევ ბრუნდება რბოლაში, იღებს ყველა სიჩქარის გაუმჯობესებას. ხილად იყავით, რადგან ძალიან საშიშია, რა სწრაფადაც შეუძლია სიარული. უსწრებს Sonic.exe-ს, Cal Sonic-ს და ასევე Dark Sonic-ს. რა სიჩქარია ეს? ასევე უსწრებს Spider-Man Sonic-ს და მაქსიმალურად ჩქარობს ნახტომით. რადგან უკვე აღარ დარჩა ბევრი დრო, იღებს სიჩქარის გაუმჯობესებას. და ეხლა მთელი ძალით ხტება. ვაუ, უზარმაზარი ნახტომი. ეშვება და გარბის, რადგან მისი დრო დასრულდება. 3, 2, 1 დრო. ამიტომ ღმერთო ჩემო, მეგობრებო, ეს საოცარია. რუბი Sonic-ი პირველ ადგილზეა, როგორც ყველაზე სწრაფი ყველას შორის. ეს პირდაპირ მიგვიყვანს შემდეგ კონკურენტთან, Sonic Lobos-თან. Sonic-ის ეს ფორმა მოსტრულია, ძლიერია, მაგრამ იქნება კი სწრაფი. 3, 2, 1 და აი Sonic Lobo წავიდა. Sonic Lobos თავისი უზარმაზარი მოტოციკლით. როგორც ჩანს, ეს მისი ცოლმა გაუკეთა. საკმაოდ კარგად მიდის, საკმაოდ სწრაფადაც, თუმცა ჩანს, რომ მისი მოხვევები ცოტა უხეშია. მიუხედავად ამისა, ყველაფერს აკეთებს, მგონია მოტოციკლისთვის ძალიან მძიმეა. მაგრამ მაინც არ ნებდება და ნახტომს აკეთებს. საკმაოდ კარგად აკეთებს, ღმერთო ჩემო, პირდაპირ ლურჯ მილზე ეშვება, თუმცა ცოტა იმპულსი დაკარგა. მაგრამ არაფერია, ისევ სრულად აჩქარებს. აი მიდის Sonic Lobo. მართლა უნდა ვთქვა, რომ სასიამოვნოდ მიკვირს. ყველაფერს აკეთებს, არ ნებდება. მახინ Sonic-საც გადაასწრო. ნახოთ, როგორ შემოუხვევს ამ ასეთ მკვეთრ მოსახვევს, რომელიც როგორც ჩანს უჭირს. აი აქ აღხოს. პატარა შეჯახება ქონდა, მაგრამ ჩვეულებრივ Sonic-საც გადაასწრო. სრულად აჩქარებს. ცეცხლისა და ყინულის Sonic-საც გადაასწრო. ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ბევრი დრო აღარ დარჩა. ამიტომ Sonic Lobos დრო დასრულდება. 3, 2, 1 დრო. აი Sonic Lobo, რომელიც პოდიუმს ცოტა მოშორდა, მაგრამ ბოლომდე იბრძოლა თავისი ცოლის მოტოციკლით. მისი Sonic Lobo, გილოცავ!
მეგობრებო, ეხლა გადავდივართ ბოლო მოტოციკლზე. სანამ საიდუმლო მოტოციკლებზე გადავალთ, სონიკის საბოლოო ტრანსფორმაცია, ჰიპერსონიკი. აი ისიც, სტარტისთვის მზადა. ჰიპერსონიკი, ყველაზე მასიური ყველას შორის. 3, 2, 1 და იწლებს სიჩქარით. ღმერთო ჩემო, ეს სულ სხვა დონეა. ეს მომავლის მოტოციკლი ნამდვილი სიგიჟეა და ნამდვილად აძლევს ჰიპერსონიკს სიჩქარეს, როგორიც არასდროს ჰქონია. ნახეთ, რა ძლიერი ნახტომია. ღმერთო ჩემო, რა ფრენას იწყებს, იდეალურად ეშვება, კიდევ ერთ ნახტომს აკეთებს. ღმერთო ჩემო, იწყებს სუპერ სწრაფად სვლას ლურჯ მილში. ამას აზრი არ აქვს, საიდან აქვს ჰიპერსონიკს ასეთი სიჩქარე. რა საოცრებაა, ჩანს რომ უკვე აპირებს ლურჯი მილიდან გამოსვლას სიჩქარის წარმოუდგენელი გაუმჯობესებებით. რა სიგიჟეა, აი ის არის, მაგრამ ეს რა სიჩქარეა, საერთოდ არ აქვს აზრი. ისევ სუპერ სწრაფად მიდის, უსწრებს ყველა სხვა სონიკს. რა სიგიჟეა, ჩანს რომ მწვანე დონეს უახლოვდება და უნდა იჩქაროს, რადგან ბევრი დრო აღარ დარჩა. მოდით ნახოთ, ჰიპერსონიკი აიცილებს დაბკოლებას და მთელი ძალით ხტება. უზარმაზარი ნახტომია, თუმცა უნდა იჩქაროს, რადგან მისი დრო მალე ამოიცურება. ღმერთო ჩემო, რუბის სონიკს უსწრებს და მისი დრო მთავრდება. 3, 2, 1 დრო. ასე რომ ჰიპერსონიკი თავისი საოცარი მოტოციკლით პირველ ადგილზე რჩება და ამ ეტაპზე გამარჯვებულია. ეხლა კი გადავდივართ პირველ საიდუმლო პერსონაჟზე, სონიკ მილიონერზე. მოდით ნახოთ, ეს ფულის მოტოციკლი რას შეძლებს. ემზადება და იწყებს სრულ სისწრაფეს. 3, 2, 1 გამოიწერე არხი. დადრო. ღმერთო ჩემო, აქვს ტურბო, რომელიც აქამდე არ მინახავს. ეს ისეთი უცნაური მოტოციკლია, მაგრამ ტურბო აქვს, რაც ძალიან სწრაფად გადაადგილებს. ღმერთო ჩემო, ამ ეტაპზე ძალიან სწრაფად მიდის. იღებს ნახტომს და ეხლა მეორე ნახტომსაც აკეთებს. დაუჯერებელია. იდეალურად ეშვება და კიდევ ერთ შთამბეჭდავ ნახტომს აკეთებს. ღმერთო ჩემო, ისე ჩანს თითქოს ფულს სვავს, რომ კიდევ უფრო სწრაფად წავიდეს. ამას საერთოდ არ აქვს აზრი. სიჩქარე, რომელსაც არ წევს, სულ სხვა რამეა. რა ნამდვილი საოცრება. ისე ჩანს, რომ ამ ეტაპზე ფულს მართლა ყველაფერი შეუძლია იყიდოს. ის აბსოლუტურად ყველა თავის მეტოქეს უსწრებს და აღწევს სიჩქარეებს, რომლებიც აქამდე არავის უნახავს. სიჩქარის კიდევ მეტი გაუმჯობესება და კიდევ უფრო მეტი მეტოქე მის უკან რჩება. ვაი დედა, ის აღწევს უკიდურეს სიჩქარეებს, აგზელებს აჩქარებას, მთელ ძალას დებს, თუმცა დრო უკვე ცოტა დარჩა. ასე რომ გამოიყენე შანსი და ირბინე სონიკ მილიონერო. შენი დრო ამოიწურება. 3, 2, 1 და დრო ამოიწურა. ღმერთო ჩემო, მეგობრებო, მანრუბის სონიკს სულ ერთი თვით გაასწრო და მეორე ადგილი დაიკავა. რამდენი პულიც არ უნდა კონდეს, ჰიპერსონიკს ვერ მოუგებ. ახლა დადგა ის მომენტი, რომელსაც ყველა ველოდით. ბოლოჯერ დაალაიქეთ და გამოიწერეთ, რომ გახსნათ ბოლო საიდუმლო პერსონაჟი, რომელიც არის სინათლის სიჩქარის სონიკი. სონიკი, რომელსაც სინათლის სიჩქარის მოტოციკლი აქვს. ღმერთო ჩემო, უბრალოდ შეხედეთ ამ მოტოციკლს, მას დიდი პოტენციალი აქვს. ნახოთ რა შეძლებს ის. 3, 2, 1 და დრო ამოიწურა. დედა ჩემო, რა სიჩქარია ეს? ეხლა გაჩერდა, მაგრამ უკვე დაგვიმტკიცა, რომ სინათლის სიჩქარე აქვს. ის ისევ გაჩერდა, რომ თვით რეგულირდეს. დედა ჩემო, ის მილზე დაეშვა. ლურჯი და იწყებს სუპერ სწრაფად სვლას. რა სიგიჟეა ეს? ისეთი სწრაფად მიდის, რომ კედლებს ეჯახება. რა საოცრებაა! ამუხრუჭება საგრძელებს. მაგრამ მაინც ტრიალებს და მთელ ძალას დებს. რა სიჩქარესაც აღწევს. ის ძრავას საოცრად ჯრებს. ყველას უკან ტოვებს, რა საოცრებაა, რა სიჩქარეა, აი მიდის! წინ ბარიერი აქვს, მაგრამ არ ადარდებს, იმიტომ რომ ის ახტება და კიდევ უფრო სწრაფად მიდის. წითელ ზონამდე მივიდა და ყველას უკან ტოვებს. ღმერთო ჩემო, რა ძლიერი ნახტომია! ჰიპერსონიკს უსწრებს, ყველაფერს დებს. რა ძლიერი ნახტომია და ნარინჯისფერ ზონაში შედის. იწყებს აჩქარებას. ღმერთო ჩემო, რა სიჩქარია ეს? შედის ყვითელ ზონაში, რომელიც საბოლოოა. და აჩქარებს, რადგან მისი დრო იწურება. ღმერთო ჩემო, გვერდით გადის. 3, 2, 1 დრო გავიდა. აი ეს არის სინათლის სიჩქარის მომავლის მოტოციკლი, Lightspeed Sonic's. მან მოიგო რბოლა, პირველი ადგილი დაიკავა. ეს მაშინ როცა სიჩქარის შეზღუდვები ქონდა, რომ არა ეს პლანეტიდანაც კი გავიდოდა. ასე რომ მეგობრებო,
საბოლოოდ ასე გამოიყურება პოდიუმი. მესამე ადგილზე მდიდარი სონიკია, თავისი მდიდრული მოტოციკლით, რომელიც საოცარია, მაგრამ მაინც ბრინჯაოს მედალი. მეორე ადგილზე ჰაიპერ სონიკია. მან საოცრად იასპარეზა, მაგრამ სინათლის სიჩქარეს ვერ შეეჯიბრა და პირველ ადგილზე და გამარჯვებული, რომელსაც მოტოციკლზეც კი ჰქონდა მუხრუჭი. Light Speed Sonic-ი. ასე რომ ყველას მადლობა ვიდეოს ყურებისთვის. იმედი მაქვს მოგეწონათ. დაწერეთ კომენტარებში რომელი სონიკი გიყვართ ყველაზე მეტად და კიდევ რომელი პერსონაჟები გინდათ რომ ბრბოლაში შევაჯიბროთ. მე კი ვისარგებლებ შენთხოვით, რადგან მე ვარ წამყვანი. ვიპარავ სინათლის სიჩქარის მოტოციკლს. ღმერთო ჩემო, ეს საოცარია. თითქოს ვფრინავ მასთან ერთად. სწრაფად დაალაიქეთ. გამოიწერეთ არხი, რომ ნახოთ კიდევ მეტი ასეთი საოცარი მოტო და მანქანის რბოლა და კომენტარებში დაწერეთ კიდევ რომელი რბოლები გსურთ ნახოთ. ამ მოტოციკლით ეხლა როცა მუხუჭები აღარ აქვს, უსასრულობამდე მივდივარ და კიდევ უფრო შორს. დიახ.